დღეს გადავწყვიტეთ მეიქაპის გაკეთება ვარდისფერ ფერში, რადგან ვარდისფერი 2019 წლის ტრენდია. თან მოდის გაზაფხული და გადავწყვიტეთ ზამთრის ცივი ფერები ცოტა გაგვეთბო. პირველ რიგში დავიწყებთ დემაკიაჟს. დემაკიაჟი ნიშნავს სახის გასუფთავებას და დატენიანებას. შემდეგ გამოვიყენებ მაკის სტროუк კრემს, რომელიც არის ფანტასტიკური პროდუქტი. აქვს ასეთი მბზინვარე ეფექტი. გამოიყენება როგორც დამატენიანებლად, ასევე ბაზად. შემდეგ თვალის კუთუთოებს გავწმენთ, შეგვიძლია ცარიელი ბამბითაც გავწმინდოთ, სუფთა ბამბით. თვალზე გამოვიყენებ ბაზას, პროლონგის Paint Pots-ის ბაზა არის, რომ ჩრდილები უფრო მდგრადი იყოს და კუთუთო ამონათდეს. ახლა გამოვიყენებ Estee Lauderis ჩრდილების პალეტს. შემდეგ ავიღებთ ცოტა უფრო ინტენსიურ ვარდისფერს. ქვედა კუთუთოზეც გამოვიყენებ მუქ ვარდისფერ ჩრდილს, ზემოთიყურებ. ძალიან მსუბუქად გადავანაწილებთ. თვალს რომ მივცეთ სიღრმე, ძალიან ოდნავ გამოვიყენებ შავ ჩრდილს, რომელსაც წავისვამთ წამწამში, ანუ ლაინერის ეფექტი არ მინდა რომ გავაკეთოთ. აი ესე, დაგუჯე. აი თითქოს არც არაფერი უსვია, მაგრამ ეფექტს მოგცემს ეს თითქოს წამწამი უფრო ხშირია. შემდეგ გამოვიყენებ მაკის ტურს Upwards, რომელსაც აქვს საოცარი ეფექტი ინტენსიური წამწამების. ამ შემთხვევაში, რადგან თვალს მეც არაფერს არ უშვებით, წამწამის ეფექტი ძალიან აუცილებელია. საცრემლეზე გამოვიყენებ ღია ფერის ფანქარს, ზემოთ აიხედე, რომ ამოვანაცოთ თვალი. ახლა დავიწყებ სახის დამუშავებას და თვალზე მერე რამე თუ დაგვაკლდება დავამატოთ. გამოვიყენებ X-ფერიან პალეტს მაკისგან, რომელსაც აქვს ფანტასტიკური დაფავა. სახე დავამუშავეთ კორექტორით, გავათანაბრეთ ფერი, ახლა გამოვიყენებ თხელ ტონალურს, ძალიან ცოტას.
შემდეგ გამოვიყენებთ პუდრს, ძალიან ცოტას, ტეზონაში მაგალითად. კოლექციისთვის გამოვიყენებ მაკის რუჟს, ჰარმონის. და რა თქმა უნდა, ჰაილაითერი, რომელიც ძალიან ტრენდულია ასევე. გამოვიყენებ მაკის სამფერიან ჰაილაითერს, რომელიც არის ძალიან ინტენსიური და ძალიან ლამაზი და ძალიან უხდება ჩვენ ვარდისფერ მეიქაპს. და სველი ფუნჯის მეშვეობით თვალის კუთხეში მინდა დავამატო ჰაილაიტერი. და რატო სველი ფუნჯის? იმიტომ რომ სველი ფუნჯით ბევრად ინტენსიურად ედება ჭრილი და ეფექტიც რა თქმა უნდა მეტია. ახლა დავამუშავოთ წამბი. ამ შემთხვევაში ძალიან ოდნავ გჭირდება რომ დავამუშავოთ, ბუნებრივად ვამჯობინებ ამ მეიქაპზე წარბი რომ იყოს, ან ძალიან დახატული ფორმები არ გვინდა. წარბზე გამოვიყენებ ბროუსეტს, რომელიც დააფიქსირებს და კარგად ავარცხნის წარბებს. ტვირთს გამოვიყენებ ვარდისფერ პომადას, რომელიც არის ერთ-ერთი ბესტსელერი, Pink Lady, მაკის პომადა არის. და ძალიან მსუბუქად, ამ შემთხვევაში გვაქვს ძალიან ლამაზი ტუჩები და კონტურის გარეშე ძალიან მსუბუქად დავიტანთ ამ პომადას, რომ ფერი მივიღოთ ვარდისფერი. ბოლოს მეიქაპს დავაფიქსირებთ Fix Plus-ით, რომ გქონდეს და შევინარჩუნდეს glow ეფექტი. ეს მეიქაპი, რაც ახლა შემოგთავაზეთ, არის დღის. მე ახლა განახებ 1-2 შტრიხის დამატებით, როგორ ვაქციოთ საღამოს მეიქაპად. ესე იგი, გამოვიყენებ ცოტა მუქ ბორდო ტუჩსაც. ძივა არის სახელწოდება. და ისე ფუნჯის მეშვეობით დავიტანთ ტუჩებზე. ახლა დავიტანოთ ტუჩის გლოსი. ვამატებთ მუქ ჭრილს ქვემოთ, მსუბუქად. და შეგვიძლია დავამატოთ საცრემლეზე ყავისფერი ფამქარი. აი ეს შეგვიძლია გადავაქციოთ დღის მეიქაპი, პირველი ვარიანტი საღამოს მეიქაპად.